ჩვენ მიდრეკილები ვართ ცოდვისკენ სამწუხაროდ. ადამიანის დაცემის შემდგომ ცოდვა გახდა ჩვენი ბუნების ნაწილი. მანამდე ასე არ იყო. ზუსტად ცოდვასთან, ცოდვით დაცემის შემდგომ შემოვიდა ადამიანში სიკვდილი, შემოვიდა წნილება ხორცისა, შემოვიდა ვნებების ძლავრი მოქმედება ადამიანში და ზოგჯერ იმდენად ძლავრი, რომ ადამიანი მას ვერ ეწინააღმდეგება და კარგავს საკუთარი თავის კონტროლს. და მაცხოვარმა იცის რა და იცოდა ადამიანის ამგვარი მდგომარეობა, ამიტომაც ეუბნება მოწაფეებს, რომ ადამიანისათვის შეუძლებელი, პირველად შეუძლებელი არის ის, რომ ადამიანი ცათა სასופველში შევიდეს თავისით. ანუ ვერც ერთი ჩვენთაგანი და ვერც ერთი წმინდანთაგანი, რაც არ უნდა დიდი ყოფილიყო ის, რაოდენ დიდი მოღვაწეც არ უნდა ყოფილიყო, ის ვერ ცხონდებოდა და ვერ ცხონდება ვერც ერთი საკუთარი თავით. ღმერთმა უნდა აცხოვნოს ადამიანი. ანუ ცათა სასופველში შესვლა ეს ღმერთის ხელთ არის. ადამიანზე არის დამოკიდებული სურვილი.